ხვალ 12 დეკემბერს ზუსტად 20 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცენტრალური ნაძვის დღე საზეიმო დაინთება, გაიხსნება საახალწლო სოფელიც, ასევე აინთება დედაქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია. საახალწლო სოფელში ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. საზეიმო ღონისძიების რეპეტიციას შორენა კოპალიშვილი ესწრებოდა, რომელიც საახალწლო სოფლიდან გვერდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე დიდი და რა თქმა უნდა ჯადოსნური სამზადისია. გრანდიოზული ნაძვის ხის გვერდით მდებარე მთავარ სცენაზე ხვალ ამ ჯადოსნურ ცერემონიამდე წარმოდგენილი იქნება თეატრალიზებული სანახაობა, რომლის მთავარი გზავნილიც არის სიკეთე. 2026 წელთან შესახვედრად ჩვენი დედაქალაქის მთავარი სლოგანიც ხომ სიკეთით სავსე ქალაქია. ოსკარ უოლდის ცნობილი ზღაპრის მიხედვით ვარსკვლავ ბიჭუნა არის ასეთი ჯადოსნური ზღაპარი, გათამაშდება ფინალური სცენა და ეს იქნება ერთგვარი გზავნილი ყველასთვის 2026 წელთან შესახვედრად. რაც შეეხება საახალწლო სოფელს, აქ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ შობა ახალი წლის ჯადოსნურ თავგადასავალში ყველაფერი მზად არის. სიკეთით სავსე ქალაქია, ესეთი არაჩვეულებრივი სიტყვებია ჩვენი გზამკვლევი და სლოგანი, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეღო ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ვარსკვლავ ბიჭუნას, ეს არის ოსკარ უაილდის ფინალური სცენა, სადაც სწორედ სიკეთის სასწაულზე არის. მონაწილეობას იღებენ ბავშვები, ჩვენ რაღაცნაირად უკვე წლების მანძილზე ტრადიციად დაგვირდა, რომ გამორჩეული წლის გამორჩეულ კოლექტივებს ვუხმობთ ხოლმე. პირველი ნიშანი ახალ წლის მოსვლის ნაძვის ხის ანთება, რომელიც ყოველთვის დღესასწაულთან არის დაკავშირებული და ყოველთვის იმ ბავშვობაში მაბრუნებს, როდესაც აი ნაძვის ხის ჯადოქრობაში მაბრუნებს. და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი სამი სიმღერა, რომელიც გაჟღერდება აქ, გაუხალისებს იმ დღეს სრულიად საქართველოს და ჩემს საყვარელ თბილისს. ველოდებით ყველა თბილისელს და თბილისის ყველა სტუმარს ყოველდღიურად დილის 12 საათიდან გვიან საღამომდე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად დღის პირველი ნახევარი დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით, პერფორმანსებით, საბავშვო კონცერტებით, ხოლო დღის მეორე ნახევარი ყოველდღიურად დაეთმობა სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს. ტრადიციულად ასევე აქ მოსულ პატარებს დახვდება სანტა უმასპინძლებს თავის ელფებთან ერთად ყველა პატარას, მათთან ერთად ვორქშოპში გააკეთებს სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს, რომლებიც ყველამასაც ყველა პატარა თან წაიღებს სახლში საჩუქრად. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად ქალაქის მერთან ერთად ხვალ საღამოს 20 საათზე გრანდიოზულად აინთება მთელს ქალაქთან ერთად, ასე რომ აუცილებლად დაესწარით ამ ჯადოსნურ ცერემონიას პატარებთან ერთად და მოდით ერთად ჩავეფიქროთ ყველაზე კეთილი სურვილები. მადლობა, შორენა კოპალიშვილი იყო.